გოგოებო, ეს ზაფხული მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. გეთახმები უნდა დავტკბეთ. რაიმე იდეა გააქვთ, როგორ გავატარებთ ზაფხულს? მე შევადგინე 100 ჩამონათვალი, რასაც ზაფხულში გავაკეთებ. ვა, საინტერესოა, წაგვიკითხე. პირველი პარაშუტით ხტომა, მეორე დაივინგი, მესამე მწვერვალის დაპყრობა, მეოთხე გაჩერდი. რაიმე უფრო რეალური გააქვს? ავაშენოთ ქვიშის დიდი ციხესიმაგრე. შენი სია არაფერში არ გამოგვადგება. მოდი რამე მარტივით დავიწყოთ, მაგალითად გასეირნება. კარგი, წავიდეთ. ახლავე. გასეირნება, მოლოდინი. რა კარგია გარე, შეგვიძლია პურიან მზეს უმზირა ვიყიდოთ და ტრედები გამოვყვებოთ. მიყვარს ზაფხულის არდადეგები. ტბაზე წავიდეთ, იქ ალბათ გედები იქნებიან. ჯერ ფოტო გადავიღოთ. გასეირნება რეალობაში. როგორც ხელა საშინელებაა. ძალიან წყურია. გოგოებო, მოდი სწრაფად პარკში წავიდეთ. ცოტა დავისვენოთ, ვეღარ დავდივარ. მაღაზიაში შევიდეთ, წყალი ვიყიდოთ. ან რამე ცივი სასმელი. გოგოებო, ხუმრობთ? სახლიდან 1 წუთის წინ დამოვედით. და რა? გარეთ მზეა, თითქმის 100 გრადუსია. ამ ტემპერატურაზე ადამიანი ვერ ცოცხლობს. თუ ასე ნელა ვივლით, არკამდე მთელი ცხოვრება ვეღარ მივახცეთ. იქნებ პარკში აღარ წავიდეთ და სახლში დავრჩეთ. მე თანახმავარ. გოგოებო, სასეირნოდ მივდიოდით. ვინც კონდენსერები გამოიგონა გენიოსია. გეთახმები, მთელი დღე აქ მინდა წოლა. ანუ, როგორ უნდა გავატაროთ კარგი ზაფხული? ისედაც კარგად ვატარებთ ზაფხულს. დივანზე წოლით? ლუნა, შეწყვიტე, მოდი დაწექი შენც და დატკბი სიგრილეში. ხო, ნამდვილად უკეთესია კონდიციონერის ქვეშ. მოგზაურობა, მოლოდინი. ამჯერ რომ სოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მივდივართ. ბილეთები და საბუთები გადაამოწევთ, მათ გარეშე თვითმფრინავში არ შეგვიშვებენ. ჩემი საბუთები აქ არის. 100 ჯერ გადავამოწმე. მეც ყველაფერით არ მაქვს, იმდენი ხანი ველოდი ამ მოგზაურობას. ყველაფერი წინასწარ დავგეგმე. მე მოუთმელათველი პარიზში მოგზაურობას ყოველთვის ვოცნებობდი ეიფელის კოშკის ნახვაზე. მე კი პირამიდების ნახვა მინდა. ვიჩქაროთ, თორემ თვითმფრინავზე დავაგვიანებთ. რეალობა. ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად მივდივართ, შორის საით მივდივართ? ტბაზე. მაგარია, საცურაო კოსტიუმს წამოვიღებ. იქნებ მდინარეზე წასვლა ჯობდეს, იქ ახლა ბევრი ლერწამია და წყალიც ინძურია. გოგოებო, ცურვას არ ვაპირებთ. აბარ ისთვის მივდივართ? სათევზაოდ წასვლა, მე ხუმრები? რა ხუმრობა, მეგონა მოგწონდათ თევზაობა. თევზაობაში კარგი რა არის? ზიხარ და უყურებ, როდის მოვა თევზი. ხო, ასევე ბევრი ყოღოა. კარგი რა, გოგოებო, წამოდით და ნახავთ, რომ ეს აქტივობა ჩაგითრევთ, მოგეწონებათ. თქვენ როგორც გინდათ, მაგრამ მე არ მინდა, არ წამოვალ. ნუ არც კი ვიცი. ალისა გთხოვ, მარტო ვერ წავალ. კარგი, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, კარგი? კარგი. დაბრუნდით, როგორი იყო თევზაობა? ერთ-ერთი საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. კარგი ქენი რომ არ წამოხვედი. კარგი რა, ესეთი ცუდიც არ იყო. უამრავი ყოღო, სიცხე და გველი. გველები? საშინელებაა, ვერ ვიტან მაგ. კარგი რა, გველები საყვარლები არიან. საზიზღრები არიან. ბავშვებო, მოიწონეთ თქვენც თუ მეთახმებით. სახლში ჯდომაზე სახალისო მაინც იყო. მე კი TikTok-ები გადავიღე, YouTube-ს უყურე. ძალიან გავერთე. რამე დაიჭირეთ? სულისაა, თევზები ჩვენსავით სულელები არ არიან და ამ სიცხეში არ გამოდიან. ხო, თევზაობა ალბათ კარგი იდეა არ იყო. აუზის წვეულება, მოლოდინი. გოგოებო, რომელი კოქტეილები გინდათ? მე კოლა, მეც. დიდი ხანია ასე არ დამისვენია. მუსიკა ჩავრთოთ და ვიცეკოთ. მთელი ღამე. კარგი იდეა, წავალ სასმელს კიდევ დავისხამ. მე კი ბიჭებს დავპატიჟებ, იქნებ რამე გემრიელობა მოგვიტანონ. რეალობა. გაიციეთ, მე უნდა დავწვე შეზლონგზე. შენ რატომ? პირველი მე მოვედია. გოგოებო, ეს შეზლონგი მე გავრეცხე ჩემთვის, ასე რომ გაიციეთ. ლუნა, შენ რა თავის ქალი ხარ? ყველა შეზლონგი ვერ გარეცხე. ხალხია, ხო იცოდი რომ წვეულება გქონდა. მე თქვენი მოსამსახური არ ვარ, ხომ იცოდით რომ წვეულება გქონდა, გამოიღეთ და გარეცხეთ. კარადაშია. არა, მირჩევნია პირსახოთზე დავწვე. მე პირდაპირ აუზში ჩავალ. ეს რა აუზია, რატომ არის ესეც ჭუჭყიანი? ქარს ყველა ნაგავი აუზში მოაქვს, ამიტომ მუდმივად გაწმენდვა ჭირდება. და რატომ არავინ არ წმენს მას? გასულ კვირას გავწმინდა, ჯერ არ მოსულა ჩემი გაწმენდის დრო.
კარგი, გაიწიეთ, მე გავასუფთავებ. მზადა, აუზი სუფთაა. შეგიძლიათ იბანაოთ, მადლობა რომ გაასუფთავე. მე მინდა დონატით სურვა, მეც მინდა. აუზი დავასუფთავე და დავიმსახურე. სხვა კამერა აიღე, რა პრობლემაა? ყველა გაფუჭებულია, სწრაფად იჩუტება. იმიტომ რომ ზოგ-ზოგი ერთები ბანაობის შემდეგ არ ასუფთავებს. ლუნა! მომეცი, მე მომეცი. მოდი რიგრიგობით გამოვიყენე. კარგი, ოღონდ ჯერ მე. აი, კიდევ ერთი კამერა გაგვიფუჭდა. ეს ყველაფერი შენი ბრალია. ჩემი ბრალი? შენ არ მაძლევდი. გოგოებო, ნუ ხარ კამათობ, წვეულებას ნუ გააფუჭებთ. კარგი, ამის გარეშე ვიცურავებ. ეი, შეგიძლია შეწყვიტო? რა, უბრალოდ ასე ვცურავ. არ მინდა თმის დასწრება და მაკიაჟი მომშორდეს. აუზე, მაკიაჟს ვინ ატარებს? მე დავდივარ მაკიაჟით აუზე, პრობლემაა? თავი მომაბეზრე. ოხ, საზიზღარო. ეს წვეულება კი არა რაღაც ჯანდაბაა. არაფერი არ არის მომზადებული, ყველა კამერა გაფუჭებულია. საერთოდ რატომ მოვედი? მე წავედი. არც მე ვარ ბედნიერი. განწყობა გამიფუჭდა. აი თქვენი წვეულებაც. გარუჯვა, მოლოდინი. ახლა იდეალური დროა გასარუჯად. არ მინდა გარუჯვა. დაწვის მაშინია. ნუ ნერვიულობა, ჰამზისგან დამცავი კრემი. მადლობა. ისეთი სასიამოვნო სუნი აქვს. შემიძლია მეც წავისვა, ამ გრძნობიარე კანი მაქვს. რა თქმა უნდა, ყველასთვის წამოვიღე. მოდი ზურგზე წაგისმევ. კარგი რუჯი მივიღეთ. ეხლა კი რუჯის შემდგომი კრემი უნდა წავისვათ. მე მაქვს სახლში. შევიდეთ, რათა აღარ დავიცვათ. რეალობა. დარწმუნებული ხართ, რომ გასარუჯად საუკეთესო დროა? ძალიან ცხელა. პირიქით, რაც უფრო მზეა, მით უკეთესი რუჯისთვის. ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ საღამოს გარუჯვა უკეთესია. ნაკლებად იკითხე სურელური ჟურნალები. ცისგან დამცავი კრემი დაგვავიწყდა. ლეონა, კრემი წამოიღე? ой, დამავიწყდა. არა უშავს, კრემის გარეშე გავირუჯოთ. იმედია არ დავიწვევით. ალისა, მზეს ნუ მიჩრდილავ. გოგოებო, ადეკით, უკვე 4 საათია მზეზე ვწევართ. როგორ თუ 4 საათი? ვაიმე, სახე მტკივა. როგორც ჩანს დავიწვით და მზის დამწვრობა მივიღეთ. არა უშავს, 1 საათში გაგვulis. აი, არ შემეხო. გოგოებო, სწრაფად სახლში შევედით. ლეონა, რამე კრემი წამოიღე, სწრაფად უნდა წავისვათ. მხოლოდ ხელის კრემი მაქვს. ეს არ გამოგვადგება. ვიცი, რაც გვიშველს, დედაჩემი ყოველთვის მისვამდა არაჟანს, როცა ვიჭებოდი. ოღონდ არაჟანი არა. ამ დამწვრობის ატანას არაჟანი ჯობია. ამაზრზენია. ცის სუნით ვიქნებით აყროლებული. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კრემის წასმა დაგვავიწყდა. მე ნუ დამაბრალებთ, უბრალოდ ყველას მზეზე ჩაგვეძინა. იმედია ეს ყველაფერი 2 კვირაში გაგვივლის. ლაშქრობა, მოლოდინი. აბა ყველაფერი მზად გაქვთ? რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდი ამ დღეს. კარავი? მაქვს, კოღოს კრემი? მაქვს. საძილე? მაქვს, საჭმელი? მაქვს. რუკაც წამოვიღე. თუ ტელეფონი დაჯდება, არ დავიკარგებით. თავზე ქუდიც დაგჭირდებათ, რათა მზისგან არ დაიწვეთ. საკვარისია ჭორაობა, წავედით. ლუნა, ოჩახ, რა სწრაფად დააწყვე კარავი. ხო, მამა მასწავლა, ხშირად დავდივართ სალაშქროდ. გოგოებო, ნახეთ რა წამოვიღე? კარგია, ცეცხლზე შევწვათ. სხვათა შორის ბიჭებმა დარეკეს და თქვეს, რომ ჩვენთან მოვიდოდნენ. მოდი შევაშინოთ ისინი. კარგი აზრია, ტყეში მახე მოვაწყოთ საშინელი სიმბოლოებით. ეს მათ ნამდვილად შეაშინებს. შემდეგ ეს მარშმელოუები მოვამზადოთ. რეალობა. გოგოებო, წასასვლელად მზად ხარ? კი, მომაქვს კაბა, ქუსლიანი ფეხსაცმელი, მაკიაჟის ჩანთა და შოკოლადები. ვის დააქვს ლაშქრობაში ქუსლიანი ფეხსაცმელები? არ ვიცი, არასდროს ყოფილ ვარ ლაშქრობაში. ინტერნეტში მაინც გენახა, შენი ნაკრები არ გამოდგება. მე მარშმელოუ მომაქვს, რაღაც ნორმალურია. და საძილე ტომარა? საძილე ტომარა ეს რა არის? ჩვენ სამიდან მხოლოდ 1 საძილე ტომარა გვაქვს. ღამე ტყეში უნდა გავათენოთ? მეშინია გარეული ცხოველები რომ იყოს. უსაფრთხოა, იქ არავინაა. ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები. აბა რუკა მოგაქვთ? არა, რადგან მაინც ვერ ვახერხებ ნავიგაციას. გოგოებო, როგორ წამოვიდე სალაშქროდ თქვენთან ერთად? ჩვენ უბრალოდ დავიკარგებით. იდეა მაქვს, მოდი ეზოში მოვაწყოთ ლაშქრობა.
და ეს როგორი ლაშქრობა იქნება? აბა რას გთავაზობთ, ტყეში წასვლას და დაკარგვას? კარგი, ასე მოვიქცეთ. მოდი, ვიფიქროთ, რომ ნამდვილ ლაშქრობაში ვართ და სახლში აღარ შევიდეთ. მარტივია. აბა რომელმა იცით კარავის აწყობა? მე აზრზე არ ვარ. ლუნა, შენ ხომ თვითნასწავლი ხარ? ვიცოდი, მაგრამ დამავიწყე, თავად არასდროს ამიწყვია. მამა მეხმარებოდა ყოველთვის. კარავზე არის ინსტრუქცია და სად არის ის? როგორც ჩანს, სახლში. მაშინ მიდი და მოიტანე. არა, ხომ შეთანხმდით, რომ სახლში არ შევიდოდით? აბა რა ვქნათ, მთელი დღე კარვის გარეშე გავალტაროთ? კარგი, გამონაკლისი დავუშვათ, შედი. მე მოვიტან. სულ რაღაც 2 საათში მოვაგვარეთ, გილოცავთ. სამაგიეროდ ახლა შეგვიძლია დავისვენოთ. ხო, ცოტა დავისვენოთ. ალისა, წყალი უნდა მოგეტანა. სად არის? უი, დამავიწყდა. სერიოზულად, ნამდვილი ლაშქრობა რომ ყოფილიყო, ვერ გავძლები წყლის გარეშე. საბედნიეროდ სახლში მოდის წყალი და შეგვიძლია ავავსოთ. ისე სახლში რა ლაშქრობა, თუ მუდმივად სახლში უნდა შევიდეთ. ნუ აბა წყლის გარეშე როგორ გავძლოთ? საერთოდაც ტუალეტში მინდა. იცით რა, გოგოებო, ლაშქრობა დასრულებულია. მე დავამთავრე. წვადაობა, მოლოდინი. ყველაფერი მზადა, უბრალოდ წვადების მომზადებაა დაგვრჩა. ხორცს დავემარინადებ, სოსისებიც არის, თქვენ რა გინდათ? მოდი სოსისებით დავიწყოთ, სწრაფად მოიხარშება. ცეცხლი მზადაა? ახლავე ყველაფერს სწრაფად მოვაწყობ. მე დაგეხმარები. თავარია უსაფრთხოების ზომები დავიცვათ. შენ ცეცხლია ანთე, მე კი ლუნას დავუძახებ. საოცარი სურნელი აქვს, ისეთი მშიერი ვარ. ეჩუბით ძალიან მაგარი იქნება. ცეცხლზე მომზადებული საკვები ყოველთვის უფრო გემრიელია. ყოველდღე ცეცხლზე მოვამზადებდი. ეს სულაც არ არის რთული. თანახმოვან, ხვალ ხორცს მოვამზადებ. რეალობა. წვადის შეწვის დროა. ძალიან მშია. ხორცი მოამზადე? დამავიწყდა. გაგიჟდი, ანუ დღეს წვადი არ გვექნება? მოიცადე, სხვა ვარიანტიც მაქვს. შეხედეთ, შეგვიძლია ეს შევწვათ. ვადა არ აქვს გასული, 2 თვია მაცივარშია შენახული. უკვე სუნიც ასდის. ჩვეულებრივი სოსისებია. რატომ ამუქებ და თუ გაფუჭებულია? ასეც რომ იყოს შევწვავთ და არა უშავს. ახალივით იქნება. კარგი, სხვა თუ არაფერია საჭმელი. მიდით, წადი და ცეცხლი მოამზადეთ. მაშ ასე შეგვჭირდება. მოიტანე? დამავიწყდა. აბა რას ვაპირებთ? რამეს სხვა უნდა დავწვათ, რადგან ტყე შორსაა. და ვერ წავალ. კარგი, მოდი ვნახოთ, რისი დაწვა შეგვიძლია. აი ეს ძველი ჟურნალები. ეს ლუნას ჟურნალებია. რა თუნდა, მაინც არ კითხულობს მათ. კარგი, თუ ასეა, სხვა რა გზაა? ოჩახ, რა კარგი ცეცხლი დაგინთიათ. მომეცი ძეხვეული სწრაფად შევწვათ. უბრალოდ არ დაგეწვათ. ნუ მასწავლი, კარგად ვიცი ძეხლის შეცვა. ალისა, წამოდი სუფრის გასვლაში მომეხმარე. მაგარი ტრენდია, მეც უნდა გადავიღო. სუფრა თითქმის გავშალეთ, ძეხვეული მალე იქნება. ძეხვეული. აი ასე, კარგად მივირთვით. ხომ გეუბნებოდი არ დაგეწვას თქო. კარგი რა, კეჩუპი მოასხით და კარგი იქნება. ამას არ შევჭამ, მირჩევნია სალათით გამო. მე წავალ წავიკითხავ. სხვათა შორის ჩემი ჟურნალები სად არის? აგარაკი, მოლოდინი. გოგოებო, მოემზადეთ, ბებია ჩემი ყველას აგარაკზე გვეპატიჟება. ვა, მაგარია. იქ რა უნდა გავაკეთოთ? დავისვენოთ, რა თქმა უნდა. მაშინ რას ველოდებით, წავედით. აგარაკზე დასვენება ძალიან მაგარია, ქალაქის ხმაურით ძალიან დავიღალა. ახალი ხილი მოგიტანეთ, აირჩიეთ, რომელი გინდათ. რა გემრიელია. ჩვენი მოყვანილია ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე. მაგარია, მეც მინდა საკუთარი აგარაკი. რეალობა. უკვე 2 საათია მცხუნვარე მზის ქვეშ ვართ. აბა რა გეგონა, კარტოფილი თავისით არ მოდის. ბაღში თითქმის ყველას არეველა ამოვიღე. იმედია ბებიას პომიდორი არ მოთხარე. იქ პომიდორიც იყო? წავალ, ისევ დაბრგავ. მეგონა ხილს შევჭამდით და დავისვენებდით. ხილი გინდა, შეგიძლია თავად მოწყვიტო. მაგარია სად? აძვერი ხეზე და იქ. მეხუმრები, იქავიდე, ძალიან მაღალია. თუ ხილი გინდა, ადი. ესეც დასვენება. თქვენ როგორ ატარებთ ზაფხულს, დაგვიწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ არხი, რათა ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეთ.